ზაფხულს ყოველთვის გიჟური იდეები და მეტი გამბედაობა მოაქვს. მართალია თბილისი პატარაა, მაგრამ გართობის მოყვარულების სრული ასორტიმენტი პირველად Fresh Sundays-ზე ვნახეთ. ძალიან რაღაცნაირები, ოქროსფერი რუჯის გიჟები, ცოტა თავზე ხელაღებულები და უბრალოდ party people. აუზზე შეიძლება ღიაცის ქვეშ უბრალოდ სადმე ტყეში, მდელოზე. შევარჩევთ ხოლმე ადგილებს. დღეს აპირებთ აწყვეტას? სურვილი დიდი გვაქვს. ცოტა რომ დაბრუნდება, ალკოჰოლი გვაჩვენებს თვითონ. სანაძლეოს დაგიდებთ თქვენი უმეტესობა მსგავს ადგილას არასდროს ყოფილა. ამერიკელი შემსრულებლების ვიდეო რგოლებში ნანახი გართობა კი თვალს აშკარად ხიბლავს. ხოდა Fresh Sundays თბილისში ცოტა სიგიჟის შემოტანა პირველებს მოუვიდათ აზრად. ესეთ ადგილას არ ვარ ნამყავი, რომ Sundays-ზე ვიყავი შარშან, მაგრამ ეს ჯობს. Facebook-ზე და გავრცელებული ვიტყვი, Facebook-იდან არის თვითონ ხალხმოსული და მე ჩემი მეგობრის მოწყობილია და არა რა. შანსი არა. ჩემი ჩაგაბარებ ინტერვიუს. ბასეინი უნდა იყოს ღია. ბასეინი. რა ვიცურაოთ ხალხმა? შემთხვევით ჩავარდნას ხომ არ აპირებ? მობზანდით. Poolside Open Air-ის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა. მერე თქვენ იცით როგორ ხდება. ლისტში საკუთარი მეგობრების აღმოჩენის შემდეგ სასწრაფოდ პოსტავ შენს სახელს და საცურაო კოსტიუმს იზომებ. პრინციპში თბილისი მაინც საქართველოს დედაქალაქია და ყველაზე მეტად რაც თვალს დააკლდა, ცოტა მეტი სიშიშვლე იყო. ნუ მაინც ხომ შეიძლება სადმე ახლომახლოს შენი ძმის ძმაკაცი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა არიან ისეთები, ვისაც არც ძმის ძმაკაცების და არც მუცლის არეში ზედმეტი კილოგრამებისერიდებათ. რაღაცები ცოტა აკლია, მაგრამ ძალიან მაგარია. აი რა გინდა რომ ეხა აქ დაინახო, აი გაიხედე და რა გინდა რომ დაინახო? ყველაც ეკავდეს, მეტი არაფერი. ტიტული გოგოები არ გინდა? ნუ ეხა არა მეთქი როგორ გქრომ. აქაურობას აკლია ხალხი ჯერჯერობით, მაგრამ იმედია მოვა. ხო, რა თქმა უნდა, კარგი ტანის ფონე გოგოები, ბევრი ნაშები. თავი მგონია მაიამიში. მოგატყუე. მაიამში არ გონია, მაგრამ უცხო გარემოა და დააგაია. რა აკლია აქაურობას? უფრო მეტი სველი ჩემი აზრით. სველი ხალხი, ბასეინი აკლია. არ გინდა რომ აქედან გადახტე, მაგრამ მინდა რომ ბასეინში ჩავიდე, მაგრამ რო ჩავიდე, გამავთხილეს რომ გაგაგდებთო და არ ვაპირებ. შემთხვევით რომ ჩავარდა? შემთხვევით რომ ჩავარდე. კაი აზრია, ხო იცი? დასაწყისისთვის ულამაზესი გარემო, ბევრი გართობის მოყვარული, სასმელი და მზეწკმარა. ნელ-ნელა დრესკოდსაც დავხვეწავთ და უფრო ღრმად გადავეშვებით უწესოთ არიგებში. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ რაღაც განსხვავებულ გარემოში ტარდება ეს ყველაფერი. აქაურობას რაც აკლია, ეს არის საცურაო კოსტიუმში ადამიანები, რომლებიც ჩახდებოდნენ აუზში და მე იმედი მაქვს, რომ აქ ძალიან მალე მოხდება ის, რომ ზუსტად ესეთ ფორმაში გამოწყობილები მოხდებიან აუზში. კრწანისის რეზიდენცია Fresh Sundays-ის პირველი ღონისძიება გახლდათ. კოლექტივი თქვენ საზაფხულო უიკენდებს ნამდვილად არ მოაცდენს. მათი ივენთების თვალისდევნება კი Facebook-ის გვერდზე შეგიძლიათ. პატარა გაფრთხილება. თუ ზამთარში ზედმეტი კილოგრამები დააგროვეთ, იმაზეც იზრუნეთ, რომ საცურაო კოსტიუმში კარგად გამოიყურებოდეთ. ასეთ ადგილებში ხომ 1000 თვალი გიყურებთ. ჩამოვედით დღეს დილას კრწანისში. ძალიან მაგარი პონტებია და ძალიან მაგრა ვერთობი და ხამის 12 საათამდე მაგრად გავერთობი და აუ ძალიან მაგარია ვაფშე. ხო და დღეს ღამე ვაპირებთ უკან წასვლას და აი რაღაცა საოცრება რა. ძალიან მაგარი ხდება. Football, what up? They tryna tackle me.